ორთაჭალაში 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. აფეთქება გუშინ ღამით მოხდა, რაც სავარაუდოდ გაზის გაჟონვას უკავშირდება. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა. ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, კორპუსი კი მაცხოვრებლებისგან დაცალეს. მარიამ ელიბაშვილი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს. მარიამ, როგორია დაშავებულების მდგომარეობა? კი მიშა, როგორც ჩვენ აღნიშნე, უბედური შემთხვევის შედეგად გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში შეიყვანეს. 2 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი 12 წლის ბავშვი უკვე გაეწერა სახლში და ახლა სახლში განაგრძობენ ისინი მკურნალობას. რაც შეეხება მესამე ადამიანს, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება, ის რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, უგონო მდგომარეობაში, როგორც ექიმი ჩვენთან აღნიშნავს, მას აღენიშნება ქალატვინის ღია ტრამვები და როცა შეიყვანეს ის უშუალოდ ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში, მაშინაც ის იყო უგონო მდგომარეობაში. რაც შეეხება უშუალოდ ვითარებას, ორთაჭალაში ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელში, სადაც 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, აფეთქება იმდენად მძიმე იყო და გაზის აფეთქება იმდენად მაღალწნევიანი იყო, რომ გარდაცვლილი ადამიანი, ის ვის სახლშიც მოხდა აფეთქება, უკვე კორპუსის ეზოში აღმოაჩინეს. ამ ეტაპისთვის ევაკუირებულია სრულიად კორპუსი, დაცლილია მოსახლეობისგან, ისინი გაყვანილები არიან სასტუმროებსა თუ ახლობლების საცხოვრებლებში. ჩვენ კლინიკაში მოყვანილი არის 3 პაციენტი, აქედან არის 1 პედიატრიული ასაკის და 2 არის მოზრდილი. ორის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ეხლა ბავშვი ეწერება უკვე ბინაზე. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, იმიტომ რომ სუბუქი დაზიანება იყო და კლინიკაში რჩება ეხლა 25 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანება არის საკმაოდ მძიმე. ეს არის ქალატვინის დაზიანება და არის გულმკერდის დახურული ტრავმა. პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, არის აპარატულ სუნთქვაზე. როგორც ინფორმაციისთვის გაზის გაჟონვა გამოიწვია, მაგრამ სადაც 12 იყო რა გადაცილებული, რომ აფეთქების მაგრამ ჩავთვალე მეთქე რომ ფეირვერკი რა დაემთხვა ძველით ახალი წელს აღნიშნავ ერთი გარდაცვლილია ვიცი და ბავშვი წაიყვანეს ერთი და კიდე ერთი მაცხოვრებელი მოქალაქეებით პონეთ გმურად ცხოვრობდა და ის ოჯახის წევრი ვის სახლში მოხდა აფეთქება ის გარდაიცვალა. ეზოში იპოვეს ეს გარდაცვალა თქვა ტალღამ დაბლა ეზოში ნახეს ეს მარტო იყო ხო ის კაცი. ასაკი არის 78 წელს 80 წლამდე იყო. მე 5-ზე ვცხოვრობ, მოხდა მე-4-ზე ეს ყველაფერი. ეს იქნებოდა პირველი 10 წუთი. არ ვიცი, გაზის გაჟონვა არავინ არაფერი არ იცის. დაღუპულია ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი დაღუპული და ერთი მძიმედ არის სამყოფაში. რა ასაკის არის ეს მძიმე? ახალგაზრდა ბიჭია. გითხრეს თქვენ რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ახლაში? არავის არაფერი არ უთქვია, არავის არც გვიშვებენ. შესვლა კიდე და ჯერ არ შეიძლება და ვდგევართ აგერ. მოსახლეობა გაყვანილია. ყველა გაყვანილი, ხო, არავინ არ არის. სადმე საცხოვრებელში გადაიყვანეს? სასტუმროებში, ნაცესავებთან და ვინოსადმე. მე როგორც გითხარით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში რჩება მძიმე მდგომარეობაში. რაც შეეხება გამოძიებას, 240 მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ელექტროენერგიის, გაზის ნავთობის ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.